გამარჯობა ძვირფასო YouTube მაყურებლებო, როგორ ხართ? აი საიუბილეო მე-10 ეპიზოდით დაგიბრუნდით. ამასობაში ჩვენმა YouTube არხმა 5000 გამომწერს გადააჭარბა. საიუბილეო გადაცემის საჩუქარიც ასეთი უნდა. 5000 მადლობა თქვენ და სხვა რა დაგვრჩენია. გავიწიოთ 10000-ისკენ. დღეისათვისაც ტრადიციულად ნარჩევი ქართული ამბები მოგიმზადეთ. გურულების გადასახლება. 1905 წელს გურია ხელისუფლების ორგანოებს აღარ ემორჩილებოდა. ამას კი რუსეთის იმპერიის მთავრობა რა თქმა უნდა ვერ შეურიგდებოდა. რუსული გაზეთ ნოვოსტის წერილის მიხედვით, მთავრობას თურმე ჩაფიქრებული ჰქონია გურულების გადასახლება აზიაში. გურულები გმირი ხალხია, სიკვდილის არა ეშინიათ. თავგანწირული ბრძოლა შეუძლიათ და მთავრობამ გურულების ნაციონალური ძალა უნდა გამოიყენოს იმპერიის სამფლობელოების გასამაგრებლად აზიაშიო. ესე იგი, გურულებს იგივე სადამსჯელო მისია უნდა შეესრულებინათ, რასაც კაზაკები ასრულებდნენ საქართველოში. წარმოიდგინეთ, რუსების წარმოსახვაში აი ასე უნდა მომხდარიყო. გურულებს გადაასახლებდნენ აზიაში და ამით ორ კურდღელს დაიჭერდნენ. პირველი, დაუმორჩილებელ და რეჟიმს შეუგუებელ გურულებს გაანეიტრალებდნენ და მეორე, მათ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებდნენ სხვა უშიშარი ხალხის წინააღმდეგ. შალვა მაღლაკელიძე ყვება ერთი დაკარგული დოკუმენტის შესახებ, რომელიც შეადგინა ოზურგეთის მაზრის უფროსმა პოლკოვნიკმა ზაკუსოვმა. ზაკუსოვმა არც აცია, არც აცხელა პირდაპირ ნიკოლოზ მეორეს გაუგზავნა წერილი. წერილში ვკითხულობთ. გურულები, როგორც ტომი, დამნაშავეა თავისი ბუნებით. დამნაშავე და გამოუსწორებელი. თავიანთი ოჯახებით გადასახლებულნი უნდა იყვნენ ციმბირის შორეულ გუბერნიებში. წერილი ხელში ჩაუვარდა მეფისნაცვალ ილარიონ ვორონცოვ დაშკოვს. მან წაიკითხა, გაბრაზდა, თუმცა მაინც გაუგზავნა ნიკოლოზ მეორეს. იმპერატორის აზრი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. თვითონ ნიკოლოზი მეფისნაცვალის აზრდილი იყო და ცხადია გავლენაც ჰქონდა მასზე. ამიტომ იმპერატორმა არც კი განიხილა გურულების გადასახლების შესახებ წერილი და მეფისნაცვალს შეუთვალა. როგორც საჭიროდ ჩათვალო, ისე მოიქეციო. მეფისნაცვალმაც მაშინვე მიაწერა დოკუმენტს შემდეგი ტექსტი. ზაკუსოვი, რომელიც მაზრის უფროსის თანამდებობას იკავებს, გურულებს უწოდებს ტომს. მან ისიც კი არ იცის, რომ გურულები ისეთივე ქართველები არიან, როგორც ყველა დანარჩენი. შესაძლებელია უკეთესიც. ამიტომ ზაკუსოვი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან უცოდინრობისა და მართვის უნარობის გამო. ასე შეეწირა თავის უთვინობას მაზრის უფროსი. კი ვიტყოდი, აი ასე გადარჩა გურიის მოსახლეობა ციმბირში გადასახლებას თქო, მაგრამ საკითხავია, მართლა რომ დამდგარიყო გურულების გადასახლების საკითხი, ვინ ვის გადაასახლებდა. წარმომიდგენია ჯერ გურული მრისხანება და მერე დანარჩენი საქართველოს პროტესტი. მე ასე ვიტყოდი, რომ გადარჩნენ მაშინ რუსები დიდ ვაი უშველებელს. მომინდომეს აქ გურია გურულების გარეშე. რევაზ ლაღიძის თევზაობა. ეს ამბავი ჩვენთვის ყველასთვის ძვირფას და საყვარელ კომპოზიტორ რევაზ ლაღიძეზეა. მისი მუსიკა მართლაც რომ საოცარი იყო. დღემდე პოპულარულია და არც არაფერი ემუქრება დროის გასვლის შემდეგ. ჩვენი კომპოზიტორი დიდი ნიჭით იყო დაჯილდოებული, თუმცა ერთი რამ იყო პრობლემა. საბჭოთა კავშირის დროს მოუწია ცხოვრება. ამ დროს კი ხომ ვიცით რაც ხდებოდა რა. უამრავ ნიჭიერ ადამიანს მოუწია სხვადასხვა რეპრესიის მსხვერპლი გამხდარიყო. რევაზ ლაღიძის ამბავი მთლად ისეთი ტრაგიკული არ იყო, თუმცა კინაღამ კომპოზიტორთა კავშირიდან გარიცხეს. მიზეზი არ გაინტერესებთ. უკვე გითხარით სათავეშივე. თევზაობა. მოკლედ, რევაზ ძალიან ყვარებია თევზაობა და ხშირადაც დადიოდა ხოლმე სათევზაოდ. ახლა კი იკითხავთ, მერე რა მოხდაო, მაგრამ მაშინ ეს საკითხი ძალიან მკაცრად იდგა. კომპოზიტორთა კავშირის ერთ-ერთ კრებაზე წამოიჭრა საკითხი იმის შესახებ, თუ რას აკეთებდა და როგორ მუშაობდა ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე. ერთ-ერთი კომპოზიტორი წამოდგა და ლაღიძე დაასმინა. გამოვიდა და სახალხო დამხილა. რას აკეთებს და თევზაობს? როგორ თუ თევზაობსო? იკითხეს იქ. როგორ და აი ასე, ადგება და სათევზაოდ დადისო. ატყდა ერთი ამბავი, როგორ შეიძლება კომპოზიტორი თევზაობაში დროს ფლანგავდესო. ის იყო, რომ შეკრებილებს მაქსიმალურად მკაცრი ზომები უნდა მიეღოთ რევაზ ლაღიძის საქმესთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთმა კომპოზიტორმა სიტუაცია განმუხტა. ამხანაგებო, სიტყვით გამოვიდა ის. მასწავლეთ, სად არის ის მდინარე, სადაც ამხანაგი ლაღიძე დადის სათევზაოდ. მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი ისეთ ადგილზე, სადაც ასეთი მშვენიერი მუსიკის დაჭერაა შესაძლებელია. სიტუაცია განიმუხტა. მიხვდნენ კრების წევრები, რომ რევაზ ლაღიძის კავშირიდან გარიცხვა კი არა, ამ თემაზე ლაპარაკიც კი უხერხული იყო და სხვა საკითხებზე გადაერთნენ. ჩარკვიანები, ჰიპები.
ეს ამბავი გელა და ირაკლი ჩარკვიანებზეა. გელა ჩარკვიანი იხსენებს, რომ ერთ-ერთი სასწავლო სემესტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა, რამაც მისი მსოფლო მხედველობა სამუდამოდ შეცვალა. წარმოიდგინეთ საბჭოთა ადამიანი, რომელიც რამდენიმე თვე თავისუფალ სამყაროში მოხვდა. ეს ორი გარემო ხომ ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. აქ დახურული საზოგადოება, იქ კი ღია და თავისუფალი. რა თქმა უნდა, გელა ჩარკვიანსაც თავისუფლება უფრო მოეწონა, ვიდრე ჩაკეტილი საბჭოთა წყობა. თურმე როცა ჩამოვიდა, ძალიან გაუჭირდა აქაურობასთან შეგუება. ამიტომ თმა მოუშვა, ჯინსები ჩაიცვა, ბენდენა გაიკეთა და ჰიპ-ჰოპდა კიდეც. გელას დასავლური გამოცდილება თავის ლექციებშიც უნდა გამოეყენებინა. მის ლექციებს უამრავი ადამიანი ესწრებოდა და ეს ისე უნდა გაეკეთებინა, რომ ყურში ცუდად არავის მოხვედროდა და ენის ჭარტალი არ დაეწყო. გელა ჩარკვიანი ახერხებდა, რომ სტუდენტებისთვის ესწავლებინა კრიტიკული აზროვნების უნარიც. ის მუდმივად უჩიჩინებდა ახალგაზრდებს, რომ ინოვაციური ინფორმაცია პირდაპირ დასავლეთიდან პირველი წყაროდან მიეღოთ და არა მოსკოვის ფილტრში გატარებული სახით. ირაკლი ჩარკვიანმაც, რასაკვირველია, მამის შემხედვარემ გადმოიღო მისი სტილი, ჩაცმულობა, გრძელი თმები და ასე წაბრძანდა სკოლაში. საბჭოთა სკოლაში ეს მარტივი სულაც არ იყო. ატყდა ერთი ამბავი. მასწავლებელმა სასწავლო ნაწილთან მიირბინა, იმან დირექტორთან და გაიმართა თათბირი, რა ეღონათ ირაკლი ჩარკვიანის გრძელი თმებისთვის. ირაკლი გელაშვილი იყო, კანდიდ ჩარკვიანის შვილიშვილი და ასე მარტივად სხვა ბავშვების მსგავსად ვერ მოეპყრობოდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს მშობელი დაებარებინათ და იმას გასაუბრებოდნენ. მივიდა მეორე დღეს გრძელთმიანი ირაკლი ჩარკვიანის მშობელი გელა ჩარკვიანი, ასევე გრძელთმიანი. მასწავლებელი კაიხანს უყურებდა გაოგნებული, ვერ გაეგო რა უნდა ეკნა. ბოლოს კი მოიფიქრა მშობლის დაბარების მიზეზი. იქნებ თქვენ შვილს სახლში მათემატიკაში მიეხმაროთ. გურამ რჩეულიშვილის ფეხსაცმელები. ეს ამბავი გურამ რჩეულიშვილის საოცარ ადამიანობაზეა. ახალგაზრდა სტუდენტი ბიჭი ცხადია ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. რამდენიმე წელიც კი დადიოდა ერთი და იგივე ფეხსაცმლით. მთელი სტუდენტობის ხანა თურმე ერთ წყვილ უცხოურ ბათინგზე ოცნებობდა, რომელიც იმ დროისთვის წარმოუდგენლად ძვირი მთელი 300 მანეთი ღირდა. ერთ-ერთ წელს კი შემოდგომით გურამ რჩეულიშვილს ოცნება აუხდა. ოჯახმა როგორც იქნა მოაგროვა ბათინგისთვის 300 მანეთი და საზეიმო ვითარებაში გადასცა შვილს. გახრებული გურამ რჩეულიშვილი რამდენიმე მეგობართან ერთად ვაკიდან სასწრაფოდ დაეშვა რუსთაველისკენ. კლასიკური გიმნაზიის წინ სკვერში გრძელი ფართო ფანჯრებიანი უნივერმაღი ყოფილა, სადაც ახლა ილიას და აკაკის ძეგლი დგას. უნივერმაღის შესასვლელთან გურამმა ახალგაზრდა ქალი და 3 ბავშვი დაინახა, ფერმკრთალები და ჩამოკონკილები. ერთ-ერთ ბავშვს 7-8 წლის გოგონას ყელი და ყურები ჭუჭყიანი ბინტით ჰქონდა შეხვეული. მის პატარა დაძმას კი წინ კონსერვის ხილა ედოთ და მდუმარედ შეყურებდნენ გამვლელ გამოვლელს. იქნებ ვინმეს გროშები გაემეტებინა. გურამის მეგობრებმა ჯიბეზე იტაცეს ხელი და რაც ხურდები ჰქონდათ სულ ჩაუყარეს. რჩეულიშვილი კი ცოტა ხნით შეჩერდა. როცა მეგობრებს დაეწია, მათ კითხეს, რა ქენი, რამდენი აჩუქეო. გურამა კი მხრები აიჩეჩა და უთხრა, რამდენი უნდა მიმეცა, რაც მქონდა სულ მივეციო იმ საწყლებს. ამ ამბის შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი დადიოდა გურამ რჩეულიშვილი უკვე რამდენიმე წელი ნასიარულები ფეხსაცმლებით. იმდენ ხანს გამოუვიდა გურამს ერთი და იგივე ფეხსაცმლის სიარული, რომ მისმა ნაცნობებმა ამ ფეხსაცმელებს რჩეულიკები შეარქვეს. თურმე ეს ფეხსაცმელები ადამიანობის სილაღის და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, მათი 26 წლის პატრონივით. დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე მქონდა და თითოეულ დაკლიკებას მოლოცვათ მივიღეთ.